პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მოგესალმებათ, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვთ მართლაც და სტრატეგიული მნიშვნელობა. ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ანუ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი ყარსის პროექტზე და მის მიმდინარეობაზე. განვიხილეთ ასევე ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავების საკითხი ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში და ასევე ვისაუბრეთ ახალი ტვირთების დამატების შესაძლებლობებზე, მათ შორის როგორც ჩინეთიდან, ასევე ინდოეთიდან ჩვენი სამხრეთ კავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება, ერთობლივი ვიზიტები, მათ შორის როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში, იმისათვის რომ დავიწყოთ საუბარი გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის ტრანზიტზე ჩვენი რეგიონის გავლით. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სტაბილურობა და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ სტაბილურობაზე და ვისაუბრეთ ასევე ინფრასტრუქტურულ მოდერნიზებაზე, იმიტომ რომ ასეთი ტრანზიტის მოზიდვა შეუძლებელია თუ არ გვექნება შესაბამისი ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა. აი ამ ყველაფერზე იყო საუბარი როგორც პრეზიდენტთან, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო, ასევე მანამდე გქონდა პრემიერ-მინისტრთან როგორც პირადი, ასევე გაფართოებული შეხვედრა. გაზსადენის პროექტებთან დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი ხელშეკრულებები გაფორმდა შეთანხმება, ხომ არ ცვლის არსებულ რეალობას ზოგადად, აი იმ აქამდე რაც შეთანხმება იყო იგივე ტანაპის პროექტთან, ტაპის პროექტთან დაკავშირებით, თუ არ იცვლება რამე. ირანთან რუსეთთან მოლაპარაკებები. დიახ, ეს საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გარკვეული, რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს შორის შემაერთებელ გაზსადენს. არაფერი არ ემუქრება არც ტრანსანატოლიურ გაზსადენს და არც ტრანსადრიატიკულს, იმიტომ რომ აქ უკვე ყველაფერი დაკონტრაქტებულია, როგორც ინფრასტრუქტურის შენებლობა, ასევე გასატარებელი გაზის მოცულობა და მოპოვებიდან დაწყებული რეალიზაციით დამთავრებული იქ ყველაფერი დალაგებული, ამიტომ ამ სურათს ვერაფერი ვერ შეცვლის, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია.